ომი მას მერე დაიწყო, როცა ადამი და ევა ცოდვათ დაეცათ. აშინ წავიდა ომი. სოციალურ ყოფითი დონეზე ცოლ-ქმარ შორის იქნებოდა ომი, რომელიც აღწერილი არ არის ბიბლიაში, ეს ნამდვილია. ცოდვათ დაცემული ცოლ-ქმარი ერთად ჰარმონია დაერღვევდა და ისეთი კონფლიქტი წავიდოდა. აი არ არის შემონახული ბიბლიაში, იმიტომ რომ ბიბლია არ არის ფსიქოლოგიური წიგნი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებაზე აგებული, არც ლიტერატურული და არც ისეთი. ეს სულ სხვანაირი წიგნი არის და ეს შეგნებულად ეს ადგილები უკვე მანდ აღარ არის. მაგრამ ძნელი წარმოსადგენელი არ არის, ცოდვადაცემული ადამიანი ამ მდგომარეობაში იქნებოდა. საიდან ხვდებით ამას? ჩვენი ცოდნიდან, ჩვენ ცოდვადაცემული ადამიანები როგორ ვიქცევით მსგავს სიტუაციებში, გაუთავებელი კონფლიქტები, პატარა რაღაცებზე გაუგებრობა, ჭაჭყანი და მით უმეტეს ახლა იქ ორი ცოდვადაცემული ადამიანი დაშორდნენ ღმერთს, ახსოვდათ ეგენი მეხსიერებამ შემოინახა, სული მკვდარია, ღმერთთან კავშირი აღარ არის ისეთი ინტენსიური, მკვდომის ის საათი ჩაირთო, ფიზიკური მკვდომისაც სულიერად მოკვდნენ და წარმოიდგინეთ ახლა ისინი ეგენ 950 წელიწადი ახლა და 30 წელიწადი სიამტკბილობაში გაატარეს. მაგარი ყაყანი და ჩხუბი იქნებოდა და სახეზეც არის ამ ჩხუბის შედეგად როგორი არის კაენი და როგორ არის ძმასთან მიმართებაში. შეგი საიდან არის თუ ოჯახში ჰარმონიული განწყობაა ცოლ-ქმარ შორის, შვილები რა გამოიყვანა ესეთები. კონტროლზე რატო არ აიყვანა მამამ ორივე შვილი. ახეთ ეს კაენის ფსიქოლოგია მიგვანიშნებს იმას, რომ ოჯახში ცოდვადაცემული ოჯახის იგულისხმება ადამსა და ევას შორის გაუთავებელი კონფლიქტია. ეს პირველი ომის საყოფაცხოვრებო დონეზე ამან არის. მე ეს მასშტაბებს იღებს. იგივე არ არის. ეს პატარა მინიატურული დონით არის ოჯახში, ყველა ოჯახში კერები არის. ცოლ-ქმარ შორის არის მუდმივი ჭაჭყანი. არის ეს რამდენი ეგეთ ცოლ-ქმარი? ეს რომ არ იყოს ხელოვნების მასალა არის ეს. შემოიტანეთ სიწყნარე საზოგადოებაში და ხელოვნება მოკვდება. დღეს ხელოვნების, ლიტერატურის და კინოხელოვნების მასალა რა არის? კონფლიქტები. ქალისა და კაცის კონფლიქტი, სიყვარული, მე ოჯახის შექმნა, ოჯახში არეულობა, თავიდან ბედნიერად რო არიან წყვილი, მე რო შედიან, მე არის ჭაჭყანი. თელი ფილმები, სერიალები იქნება თუ რაღაცა ეს არის და ბოლოს შერიგება. ეს არის გადაგვარება, ღმერთს არ გაუჩენია ადამის პატარძლად თუ რა ქვია, დედოფლად და ევა. ორივე უთანაბარი მდგომარეობა ქონდა. და იქ მაინც არ იყო ცხოვრება უღელი. და მეუღლეები იქ არ იყვნენ. ისინი იყვნენ მოსიყვარულეები, პირველ რიგში ღმერთის და მე ერთმანეთისა. ეს იყო იდეალური გარემო. და როდესაც უკვე ცოდვად დაეცა ადამიანი, უკვე მანდ უკვე ცხოვრება აღმოჩნდა როგორც უღელი. და უღელში ხლა არც მარტო ქალი უნდა შესვა და მით უმეტეს უღელში შემული ქალი კაცი ყოფოზე წამოჯდება, რასაც მთელი ქვეყნებში აკეთებენ მუსულმანობაში და ზოგიერთმა საქართველოში კაცებმა დაიწყეს ეგა. ეს საშინელება არის. ყოფოდან უნდა ჩამოხვიდე და ბოლო-ბოლო რაღაც ან წყალი მიაწოდო უღეში თუ შეაგდებ, ან სიტყვებით გაამხნეო. რაღაცა უნდა გამოადგე, ხო? ახლა მე მეტაფორულად ვლაპარაკობ, მე მგონი მიხვდებით და ახლა მთელი რიგი მეებში რასაც უყურებ თქვენ და აი ეს ერთ ფილმებში რო იცოდეთ. აი როგორ დამახინჯდა, მე ვლაპარაკობ ცოდვის უკვე მასშტაბებზე. სადამდე ჩამოვიდა ცოდვა. აი ეს არის აბრაამი და სარა. აი რომ ბიბლიური მეფს რო გადავხვდებთ, ხა იქ არ იყო ესე. ახეთ როგორი გაგება აქვს იქ ცოლ-ქმრობის, იცი იმათ და არანაირად ახლა აბრაამისთვის ხელი საგოგონებელი სარა არ არის. არ არის ეს რაღაცა დაირღვა. რო დაირღვა, გაბატონდა მეორე. ქალი ისე გაბატონდა, ფაქტურად სატანური სერი განახორციელა უკვე ქალმაც. ზოგ-ზოგიერთ ქვეყნებში და ზაგრებში მე რასაც უყურებ, ქალს ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ ეს არის ღმერთი. კაცი უნდა ეთაყვანებოდეს ამას. და ყველაფერს აკეთებს კაცი, რომ ქალი დაიპყრობს. ფულით ყველაფრით, რა ვიცი რა, რასაც მე ვადევნებ თვალყურს, აი ილუსტრაციებით თავს არ შეგაწყეთ, მე მგონი თქვენს აქვს რაღაც წინასახეები, ხელოვნებიდან, იმიდან, ამიდან და თქვენს მეზობლები და გადახედეთ. როგორ შეიტანეს ქალში ეს და ფაქტურად საზოგადოება დამახინჯდა. ოჯახში როდესაც ეს ღირებულებები შედის, როდესაც ვინმე ერთი მაინც გაბატონდება და განსაკუთრებით ის ვიც მოწოდებული არ არის, ის ოჯახი აღარ არის. ან ბავშვია გაბატონებული, ან ქალი. ამის ინჯინაზე და იწყება კონფლიქტი. რა არ მოწონს ქალს? რა არ მოწონს რომ ეს კაცი არ მეთაყვანება მე. და ის აღარ აკმაყოფილებს. ფული აქვს, აღშეკ და ამას ეს ინტერესები არ აქვს. ქალი უცნაური ფსიქოლოგიით ხასიათდება. ქალს ფულით ვერ მოხიბლავთ. ერთი შეხედვით ჩანს ესე რომ ფული, მაგრამ მას უნდა სულ მუდამ ეტყფოდეს მისი საყვარელი არსება. აი ეს არის ცოდვადაცემა. ასე რომ ქალსაც უნდა გავაგებინოთ რომ არ ახარ გაჩენილი იმისათვის რომ გეტრფოდეს კაცი. შენ უნდა გიყვარდეს ღმერთი, შენი ადამიანი, შენი მეუღლე. და არა ის შენ გაიღმერთო თავი და არიქა ეს მიყიდე, ის მიყიდე. თქვენს გეცოდინებათ ეს, მაგრამ უბრალოდ გაგახსენეთ, თორე განა ისეთ რამეს ვლაპარაკობ, თქვენ არ იცოდეთ. უბრალოდ თქვენ თვალს ხუჭავთ ამაზე, რაღაცნაირად არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენიანის სხვისას კი ვხედავთ, ხო? ჩვენიანს ვერ ვხედავთ, ხო, ამ ხრივ. პატივისცემა უნდა ქალს და სიყვარული უნდა, მაგრამ არათაყვანისცემა
ღმერთის დონეზე. იმიტომ რომ არა მარტო ქალს უნდა, შვილსაც უნდა, მე ყველას უნდა ეგა, თანაბრად უნდა, დედასაც და ყველასაც. გამოარჩევ ეხლა და გააღმერთებ ამას. არა და ოჯახის უпроსად ღმერთმა ყოველთვის განაწესა კაცი, თავკაცი და ამავე დროს მას აქვს მოვალეობა სვიშენიკის, ესე იგი, შეგნებულად ხმარო რუსულ სიტყვას, იმიტომ რომ ქართულში მღვდელია ეს არც ერთს არ არის ქართული სიტყვა, ესეც ბერძნული სიტყვა არის, ხო? აი, ყველა მამაკაცი ოჯახში განწესებული იყო თავიდან როგორც გამწმენდავი, წმინდა არსება, ღმერთთან დამაახლოებელი. აი ეს შეთავსებული ქონდა როგორც მეფობა პატარა გაგებით, ყველა ოჯახში პატარა სახელმწიფოა და იქ მეფე არის. მეფის გარეშე არ შეიძლება, ხო? ესე იგი, წინამძღოლი რო აკონტროლებს ყველაფერს და მისი მოადგილე მეუღლე, ცოლი და მერე შვილები რომ მრავდება. რაც უფრო მრავალსულიანია ოჯახი, ძალიან ძნელია ყველას იმაში ჩაიხედო და გააკონტროლო. გამოდის თავკაცი კონტროლიდან, ესე ღმერთის კონტროლიდან ეტყობა ოჯახს, ეტყობა სახელმწიფოს. და ოჯახიდან სახელმწიფომდეც გავიდეთ. სახელმწიფო რა არის? ეს არის ოჯახი გავრცელებული და დიფერენცირებული ოჯახია. დროში გავიდა და ნათესავები გადავიდა მეოთხე თაობა, მეხუთე და სხვადასხვა გვარები, ეს ერთია, ხო, ბიბლიის თანახმად. ხო და ბიბლიის თანახმად ოჯახი, ესე იგი, არა მარტო ბიბლიის თანახმად, ოჯახი პატარა მოდელი არის სახელმწიფოს. თუ ამ კუთხით ჩვენ დავინახავთ, მივხვდებით, რომ როგორც პატარა ოჯახი ინგრევა იმის გამო, რომ ოჯახის თავკაცი მაღალ იდეალებთან არ არის, ოჯახი ლაპარაკი არის არა ისეთ ერთი გაერთიანებული სხვადასხვა თაობის ოჯახებზე. ოჯახი შემოვიფარგლოთ, ვთქვათ, ერთი თაობის ოჯახი. სხვადასხვა თაობის ოჯახები ეს არის იძულებითი წესით ცხოვრება ერთად და იქ რა თქმა უნდა იქ კიდე სხვა რაღაცებია. ეგ საშინელებაა, იმიტომ რომ პატარა დამოუკიდებელი ოჯახები როა ერთი ოჯახი, მეორე ოჯახი, მესამე ოჯახი, უკვე აქ რა ხდება, იცით, ყველა ოჯახს ღმერთმა განაწესა უფროსად ერთი. ფაქტობრივად ეს არის სახელმწიფოები ერთად რო ცხოვრობენ და ერთმანეთს ეომებიან. და გაუთავებელი კინკლაობა მიდის. ცა რო ჩავატაროთ და რამოდენიმე თაობის ოჯახი ერთად ვაცხოვროთ, ხო? პირველი თაობა, მეორე, მესამე, მეოთხე თაობა ერთად. და ერთ სახლში და განსაკუთრებით სივრცე არ ქონდეთ, ჭიდრო იყოს, გაუთავებელი ომი იქნება. მე ვიგულისხმე ახლა ოჯახი ერთი თაობის. ერთი თაობის ოჯახში ყოველთვის ღმერთიდან განწესებული კაცი უნდა იყოს მაღალ იდეასთან. რაღაც იდეასთან აუცილებლად უნდა იყოს პირველ რიგში. იქიდან უნდა არეგულირებდეს ყველაფერს, პირველი მეუღლეა მისი მარჯვენა ხელი და მერე შვილები. არანაირად შვილები პირველ ადგილზე. დამინჯერეთ ეს არ არის სწორი. თუ მერწმუნებით მეთქი, რაც მე გამოცდილებით შევიძინე, ბიბლიური გამოცდილება იგულისხმება, პირველი საერთოდ არის გვერდზე მეუღლე. მერე არის შვილები. თუ მეუღლეს პატივს არცემ, ამიგეთ არ გიყვარს, ჭეშმარიტების თვალსაზრისით, შვილები ეს უკვე არის როგორიც, აი შენი ნების დაწყდება დღეს სოფლიოში იმას ვლაპარაკობ და რა ხდება დღეს სოფლიოში, ოჯახების დანგრევა არის და შვილები როგორც გასართობის საშუალებები ქალებს დაუტოვეს. წარმოიშვი ეგრეთ წოდებული მარტოხელა დედები. რომლებიც გადიან გარკვეული ასაკის მერე, ვიღაცეებისგან შვილს აიყვანენ, არ ეუბნებიან ვისგან არის ეს შვილი და ავის გვარს მიცემენ და პატარა ხნით ერთობიან. ვიდრე სრულწლოვანებმა და მერე შვილი გარბის იქიდან. აი ესეთი მდგომარეობაში არის დღეს სოფლის ტენდენციები ესეთი არის. კარგი ის არის, გავიგოთ რა სტადიაზე ვიმყოფებით და მერე პრეტენზია რო გვაქვს, რომ იცი რა სახელმწიფო რატო არ არის ესეთი სახელმწიფოს შეგნება აქვს ახლა მაგალითად რომელიმე თქვა ობამას, ხო, ესე იგი ობამას სიმბოლო რომ ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტობისა. ესე იგი, აი ეს შეგნება აქვს, იმას რომ ოჯახს თავკაცობს, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების ოჯახი. ვისთან არის ეგ დაბმული? აი ესეთი შეგნება თუ არა აქვს მას დაწყებული ოჯახიდან როგორ მართავს ეგ სახელმწიფოს? აგი არც მართავს სახელმწიფოს. ეგრეთ წოდებული ფსევდოდემოკრატია, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების გადანაწილებას გარკვეულ წრეში და რაღაც ერთგვარად ერთი კლასი გაბატონდება კლანები და სხვებს დაიმონებენ. ეს ცოდვის შედეგი არის და ჩვენ მუდმივად წყლის ნაყვაში ვართ. ველოდებით ყოველდღე არჩევნებს იქნებ რამე გამოსწორდეს როგორც შტატებში, ისე საქართველოს ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ არაფერი წინ არ მედის. ერთგვარი გამონთავისუფლების ის არის, აი როგორც აი ჭადრაკს ვთამაშობთ რა, წინ წაწე, ერთ-ერთია ჭადრაკში პაიკი რომ მიდის მარტო ერთი ხაზით. ხო, მარტო ერთი ხაზით და თუ გზა გაეხსნა მას, ასე აღმოჩნდება ის უკვე გავა დედოფლის ხაზზე. ისე მეფესთან, ისე გამორიცხეთ და არის ფიგურები, რომლებიც სხვადასხვა სულებით გადადიან, გადმოდიან და ცხოვრებაში ჩვენთან ზოგ-ზოგი ერთები კი არა, დიდი უმრავლესობა არის პაიკი. ძალიან დიდი უმრავლესობა. ელოდე ახლა როდის გახვალ ხაზზე. ვინ გაგიშვებს? თუ გაგიმართლა, თუ გახვედი და თუ ჩვენ ახლა ამას კარგად არ გავიაზრებთ და ჩვენ იმიტომ გვჭირდება ეს გააზრება, რომ ჩვენი პრობლემა პირველ რიგში ადამიანი თავის ცნობიერების მოწესრიგებაზე ფაცი-ფუცში არის, ან ჩალიჩობს, ან ჩემი ცნობიერების მოწესრიგება ჭირდება მე. მოვაწესრიგებ ამას, მოწესრიგებ და გვერდზე. თუ არეული მაქვს ცნობიერება, როგორ უნდა მოვაწესრიგო გვერდზე ყოფის.
აი ასეთ მდგომარეობაში არის დღეს დედამიწა. მაგრამ ის უცვლელია ერთადერთი ობიექტი სიყვარულისა, რომელიც მოიცავს ამ ობიექტის, როგორც ვთქვით, ჩემგან დამოუკიდებელი სუბიექტი არის და ძალიან ძლიერი ინტელექტუალური, ეს სიყვარული ჩემთვის არის აუცილებელი მოთხოვნილება. და სხვა დანარჩენი არის კუმირები. და ვისაც კუმირი ყავს ერთის ვიღაცა არჩეული, აუცილებლად ეს ტენდენციურია ყველა სხვა საკითხებში. სულ იმ კუმირით ხედავს ყველაფერს. თუ მარქსისტული იდეოლოგია გაქვს ჩასხმული, სულ მაგით ხედავ ყველაფერს. ათეისტური თეორია გაქვს, სულ მაგით ხედავ ყველაფერს. ქალი გიყვარს ერთი საყვარელი, სულ ყველაფერს მანდედან ალაგებ. სულ ყველაფერს, ეკონომიკასაც, ყველაფერს, რა უნდა ქალს, რა უხარია, რემოცაც ისე აკეთებ, ისე რომ გაგებაში არ ახარ. არ გიფიქრეთ ამაზე. ხო, აი საკითხები ჩემო კარგებო.